სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ფრაქცია სამოქალაქო ხელშეკრულების მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების შესახებ მიიღო. განცხადებას მხარის 64 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ორი კი თავი შეიკავა. ოპოზიციური ფრაქციების სხდომას არ ესწრებოდნენ. ფრაქცია სამოქალაქო ხელშეკრულების ხელმძღვანელმა ჰაიკ კონჯორიანმა აღნიშნა, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში წინასწარ მოეწერა ხელი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას და ასევე გაფორმდა სამშვიდობო დეკლარაცია. კონჯორიანის თქმით, ეროვნულმა კრებამ ეს ფაქტი ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს და მხარი დაუჭიროს მშვიდობას. გამოსვლაში ხაზი გაესვა, რომ მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები და ღია საზღვრები გააძლიერებს სომხეთის დემოკრატიას, ეკონომიკასა და სამართლებრივ სისტემას. ჰაიკ კონჯორიანმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის განმტკიცების მორიგი ნაბიჯი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში შედგა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.